10 ლარი არის სირცხვილი, პენსია როცა არის, ანუ კომპენსაცია და ნებისმიერ თითოეულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს თუ უფროს უნდა კონდეს თავისი საჭიროებისამებრ შეფარდებული ეს კომპენსაცია. აქ მოთხოვნებში აგრეთვე არის ის, რომ პრემიერ-მინისტრთან ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან არსებული საბჭო, რომელიც მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების თემატიკაზე, შეიკრიბოს ხოლმე დროულად, ანუ 3 თვეში ერთხელ მაინც, როგორც წერია ეს კანონში და ამ ჯგუფის დებულებაში და რაც არ სრულდება. ეს შესაბამისად იწვევს იმას, რომ ბევრი უპასუხისმგებლო სამინისტრო, რომელიც სამწუხაროდ მართლა ბევრი არის ჩვენ ქვეყანაში, თავს არიდებს მასზე დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებას. სამწუხაროდ დღეს ჩვენ ვხედავთ ბავშვებს, რომლებიც თაკარავის ზის ქვეშ არიან და ისე ცდილობენ თავიანთი საკუთარი უფლების დაცვას და მე ვეხმაურები კიდევ ერთხელ აი ამ ინიციატივას, აი აქ რო ხურდები ყრია და ყველას მოგიწოდოთ მართლა თვითონ და ჩავყაროთ და გადავცეთ მერე და შევიტანოთ ბიუჯეტში. ჩამოატარე, ლელა, ჩამოატარე. მადლობა. დავეხმაროთ საქართველოს მთავრობა, ძალიან უჭირს. ძალიან ხო დაიმეტეთ რამოდენიმე 5 წლის პენსიიდან საარსებო მინიმუმიდან რომ დავეხმაროთ საქართველოს მთავრობა. აი ლელა, მადლობა ჩემო კარგო, მადლობა, ნამდვილად საჭირო იყო. მას მოგეხსენება თუ ვინმეს გახსოვთ ანდუსის ზარზე იმით გახსნის მომენტი და ერთად დაუკრათ ტაში, რომ ეს ანდუსი არ არის რამე ისეთი ღირსშესანიშნავი დასახსნელი და ეს არის ყველა შენობას უნდა კონდეს ადაპტირებული გარემო და ერთად დაუკრათ ტაში ამ სასირცხვილო მომენტისთვის. ძალიან კარგი. შეგიძლიათ სახელი და გვარები დაგვისახელოთ, ვინ ჩამოვა? უნდა შედგეს სამუშაო შეხვედრა თქვენსა და მათთან. დია. ვინ ჩამოვა, შეგიძლიათ რომ გითხრათ? აი ეს აუბროს და მოთხოვნები წავხდით. აქ ჩვენ დღეს მოვიტანეთ ყველაზე მარტივი მესიჯები, რაც შეიძლება და მოგვეტანა. ეს არის ყველაზე ძირითადი უფლებები, ის რომ საარსებო მინიმუმზე 3-ჯერ დაბალია პენსია, ანუ კომპენსაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის. ციფრებში ეს ასე ჩანს. 18 წლამდე ასაკის ბავშვი იღებს 100 ლარს. აი ამ ბავშვს ძალიან დიდი ბოდიში ესე გამოყენებისთვის, მაგრამ ამ ჩემ პატარა მეგობარს, რომელსაც ერთად სამწუხაროდ უკვე მესამე მიტინგი არის და შემიძლია დაგითხროთ თარიღები, როდის იყო ესენი, მესამე დავართ ერთად და მესამედ ვთხოვთ იმას, რომ 100 ლარიდან როგორმე აიწიოს პენსია ვაღვა. სოლომონი იღებს 150 ლარს. თქვით, რომელი 22 წლის ადამიანს ეყოფა 150 ლარი. იმისთვის, რომ ანუ აქ საუბარი კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ. პენსია არ არის ადამიანების ამ შემთხვევაში ჩვენ ავაპარაკოთ პენსიონერებზე. ჩვენ ამ შემთხვევაში ვაპარაკოთ კომპენსაციაზე, შეზღუდული შესაძლებლობის კომპენსაციაზე. იმ თანხაზე, რაც არის აუცილებელი ადამიანების